პირველი იმპულსი, რო გითხრათ, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე, ალბათ მოვიტყუები, მაგრამ პირველი იმპულსი იყო ბებია, იმიტომ რომ ბებიას უნდა ძალიან გავხდარიყავი ექიმი. ზური კელას ვარიანტი გამეორდა ჩემთან, რომ ბებო მითხრა ექიმი უნდა იყო და ასე დაიწყო ჩემი სწავლა-განათლება სამედიცინო უნივერსიტეტში. შემდეგ მიიღო უკვე ის ლექტორები და ის ადამიანები, ვინაც დამაინტერესა ამ პროფესიით, მე პაციენტებთან ურთიერთობა, შემდგომ უკვე უშუალოდ პროფესიის დაუფლებაში ის მენტორები, რომლებიც მე მყავდა და მათ შემაყვარეს ეს საქმე და შედეგი, რასაც უბრალობის შემდგომ ხედავდი, ეს იყო ყველაზე დიდი მასტიმულირებელი ფაქტორი. ექიმობა და მკურნალობა არ არის მხოლოდ ეს უშუალოდ პროფესია და ამ საქმის გაკეთება, რადგანაც იწევს ადამიანთან ურთიერთობა და პირველ რიგში ექიმი და პაციენტი უნდა იყვნენ ერთმანეთთან ემოციურად კავშირში. რადგანაც ჩვენ ორივე ვებრძვით გარკვეულ დაავადებას და ეს უნდა დავამარცხოთ ორივე ერთად. როდესაც ეს კავშირი არსებობს და პაციენტი მოყვება, გენდობა ბოლომდე, საქმეც და მკურნალობაც უფრო დადებითად მიმდინარეობს და ნამდვილად აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველა პაციენტთან, თითქმის ყველასთან ვინარჩუნებ ურთიერთობას და ხელი ცხოვრება გვაქვს ჩვენ კონტაქტი, მით უმეტეს ისეთი სფეროა ჩემი საქმიანობის, რომ მუდმივად სჭირდება კონტროლი, მუდმივად სჭირდება შემოწმება ამ გაკეთებულ ოპერაციას და ასე რომ ყოველთვის გვაქვს ჩვენ როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური კავშირები ერთმანეთთან. ქირურგიაც შემოქმედება ერთგვარი, თუმცა რაც შეეხება მუსიკას, მუსიკა ჩემი ორგანული ნაწილია. გავიზარდე მუსიკალურ ოჯახში, დედა შესანიშნავად უკრავს და მღერის. შემდეგ მოხდა ისე, რომ დედის გადაწყვეტილებით მიმიყვანეს თბილისის მხატვრული აღზრდის სასახლეში, სადაც ანსამბლი მართვე მოღვაწეობდა და მეც ამ ანსამბლის ნაწილი გავხდი. პირველ რიგში ეს არის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, რომელიც ავიღე გარკვეული პერიოდის წინ ჩემ თავზე, რომ ვიქნები ექიმი და უმკურნალე პაციენტებს, აკეთებ ღირებულ საქმეს, ჩვენი ადამიანს უკავშირი პაციენტის მხრიდან, როდესაც მაყოფილად პაციენტს ხედავ, მისგან მადლობას ისმენ, იცი რომ მას ტკივილი მოუხსენი, შეუნარჩუნე სიცოცხლე, გადაარჩინე, რაც ამაზე დიდი რა უნდა იყოს, ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი პროფესიაში.